ბარტა 2025 საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს კონკურსი აქტიურ ფაზაშია, განაცხადების მიღება კი 30 ნოემბერს დასრულდება. ბარტას საქართველოში უკვე 6 წლიანი ისტორია აქვს, წელს მეშვიდედ იმართება და მისი მიზანი ქართული კომპანიების ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებაა. ბარტას კონკურსი ღიაა პირველი კატეგორიის კომპანიებისა და ჯგუფებისთვის, ასევე ყველა კომპანიისთვის, რომელიც საზოგადოებრივი დაინტერესების პირია. 2026 წლის თებერვალში დაჯილდოების ცერემონიაზე 10 საპრიზო კატეგორიაში გამარჯვებულები საზეიმოდ გამოვლინდებიან, მათ შორის წელსაც გასული წლის მსგავსად ბარტა გამოავლენს საუკეთესო დებიუტანტ კომპანიას. ეს ნომინაცია აღიარებს და დააჯილდოებს კომპანიას, რომელიც მონაწილეობის პირველივე წელს ანგარიშების მაღალ სტანდარტს აჩვენებს. კონკურს წელს საქართველოს ეროვნული ბანკი, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური და ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მხარდაჭერით აცხადებს. აქვე გეტყვით, რომ ბარტა 2019 წელს ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა კორპორაციული ანგარიშგების რეფორმის ინიციატივა წამოაყენა. რა არის ბარტას მთავარი მიზანი, რა გავლენა აქვს მას საქართველოს კორპორაციული სექტორის განვითარებაზე და რა სიახლეებს გვთავაზობს წელს დავით მჭედლიძე, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი და მარიამ მინდიაშვილი, ბაზის ბანკის კაპიტალის ბაზრების და ინვესტორებთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი, გვიერთდებიან თემაზე სასაუბროდ სტუდიაში. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და თქვენი დროისთვის. როგორც დასაწყისშიც აღვნიშნეთ, უნდა ვისაუბროთ ძალიან პრესტიჟულ ჯილდოზე. ბარტა 2025-ზე უკვე განაცხადების მიღება დაიწყო ოქტომბრის ბოლოს და სულ რამდენიმე დღე რჩება განაცხადების მიღების დასრულებამდე, ასე რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს და კომპანიებს მნიშვნელობა ამ კონკურსის. ბატონო დავით, მოდით დავიწყოთ თქვენით, რა მიზანს ემსახურება ბარტა, რომ გითხრათ, წელს რა მოლოდინი გაქვთ განსხვავებული სხვა წლებთან შედარებით და როგორ აუხსნიდით კომპანიებს, ანუ რა სარგებელი მოაქვს მათთვის ბარტას კონკურსში მონაწილეობას ერთის მხრივ და ასევე საინტერესოა ვისაუბროთ, რატომ არის მნიშვნელოვანი კორპორაციული ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება ესე სექტორისთვის უფრო მასშტაბურად. დილამშვიდობის კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო თემები დაასახელეთ ახლა, რა თქმა უნდა, ამაზე ბევრი საუბარი შეიძლება. დროის სიმცირიდან გამომდინარე, ძალიან ესე შემჭიდროებულად ვეცდები უპასუხო. პირველ რიგში ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი, რომ 30 ნოემბრამდე არის რეგისტრაციის ვადა, 30 ნოემბრის ჩათვლით. შაბათი კვირა უწევს, მაგრამ მაინც მოუწოდებთ კომპანიებს, რომ იაქტიურონ. და ვისაც აქვს გრადობის ანგარიშგება, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული არაფინანსური ანგარიშგება, რომელშიც უნდა რომ საკუთარი კომპანია წარმოაჩინოს, ტრაბახი ცუდი სიტყვაა, მაგრამ რაღაცნაირად უფრო გამორჩეულად წარმოაჩინოს თავისი კომპანია, აუცილებლად დარეგისტრირდნენ, იმიტომ რომ თვითონ ეს თავად ეს ანგარიშგებაზე, ამ ანგარიშგებაზეც რო გითხრათ, არის ფინანსური ნაწილი და არაფინანსური ნაწილი. ჩვენთან ორივე საჯაროვდება რეპორტალზე, ისედაც საჯაროა, მაგრამ არაფინანსურ ნაწილში უფრო კომპანია აკეთებს აქცენტს სოციალური მიმართულებით რა გააკეთა, გარემოს დაცვითი მიმართულებით რა გააკეთა, ანუ საზოგადოებას რა სარგებელი მოუტანა, სარგებელი თუ არა არავნო მაინც. ყოველ შემთხვევაში ისეთი კომპანიები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ, აცნობიერებენ, რომ ინვესტორები და მსოფლიო სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას აქცევს კომპანიის გრადობას. აი მაგალითისთვის ხეტყეს თუ ჩეხავ და ამით აკეთებ დიდ მოგებას. კი ბატონო, დღეს ხვალ შეიძლება გააკეთო, მაგრამ გრძელვადიანად დიდი მომავალი არ აქვს ბიზნესს და ზუსტად აი არაფინანსურ ნაწილში ბიზნესი უმტკიცებს მომხმარებელს, უმტკიცებს ინვესტორს, რომ ის მდგრადია, გრძელვადიანად აზროვნებს და
სარგებელი თუ არა ზიანი მაინც არ მოაქვს თავისი საზოგადოებისთვის. კი ბატონო დავით, ჩვენ მოვუწოდეთ კომპანიებს რომ მიიღონ მონაწილეობა, საინტერესო იქნება უთხრათ ისიც ვის შეუძლია ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება და ასევე თქვენგან რეკომენდაციები თუ როგორ უნდა მოამზადოს კომპანიამ მდგრადობის ანგარიში და ასევე უზრუნველყოს გამჭვირვალობა, რაც არის მნიშვნელოვანი კრიტერიუმი. დიახ. ანუ ამ ძალიან საინტერესო კითხვა. ზოგადად ამ ანგარიშგებებს ყველას ამოწმებს ჩვენი ასე ვთქვათ, ძალიან წარმოსაჩენი ჟიურის, საერთაშორისო ჟიურის წევრები. მათი რესურსი შეზღუდულია და ჩვენ კი ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ყველა მიიღოს მონაწილეობა ამ ვისაც ამ ანგარიშგების მომზადება ევალება, მაგრამ ამ ეტაპზე შეზღუდულია საზოგადოებრივი დაინტერესების პირებით, სდპ-ებით და პირველი კატეგორიის, ანუ მსხვილი საწარმოებით, ვისაც, ყველაზე მეტი გავლენა აქვს ამ ასპექტზე, სოციალურზე და გარემოს კუთხით და მოვუწოდებთ, ანუ თვითონ ანგარიშგების კუთხით საქართველოში ჯერჯერობით ერთიანი სტანდარტი დანერგილი არ არის. ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ, განვიხილავთ ევროპის სტანდარტს და საერთაშორისო სტანდარტს, ფასფონდის მიერ გამოშვებულს. ამ ორს შორის არჩევანს ვაკეთებთ ამ ეტაპზე, თუმცა არის ნებაყოფლობით შეუძლიათ კომპანიებს ნებისმიერი სტანდარტი აირჩიონ და ამ სტანდარტის მიხედვით შესაბამისად გააკეთონ ეს ანგარიშგება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თემაა, რა თქმა უნდა, ტრაბახი კარგია, მაგრამ ეს სტანდარტში უნდა იყოს მოქცეული და ამ ყველაფერს ამის სანდოობას ასევე ამოწმებს აუდიტორიც, რომელიც ეცნობა ამ ანგარიშს და შიგნით რამე შეუსაბამო ან გადაჭარბებულად რო არ ეწეროს, ამას ამოწმებს აუდიტორი და გამოსცემს თავის მოსაზრებას, რომ ეს შესაბამისია. კი ბატონო, ნომინაციებზეც მინდა გკითხოთ, რამდენი ნომინაცია არის, ძირითადად რა ნომინაციებია და ასევე ახსენეთ ჟიური და საინტერესოა შეფასების კრიტერიუმები, აი მთავარი კრიტერიუმი რამდენიმე რომ დავასახელოთ რა არის. ანუ რა გზას გადის ნომინანტი განაცხადის წარდგენიდან უკვე საბოლოო შედეგამდე. 10 ნომინაცია საკმაოდ მრავალფეროვანი ნომინაციებია, მსხვილი ზომიდან გამომდინარეც დივერსიფიცირებულია, იმიტომ რომ სდპ-ებში სხვადასხვა ზომის კომპანიები გვხვდება, არიან მსხვილებიც, მცირეებიც, საშუალოებიც, ამიტომ ზომის მიხედვით სხვადასხვა ნომინაცია საკმაოდ საინტერესო, აი დღეს ბაზის ბანკი ყავს სტუმრად და შარშან გაიმარჯვეს როგორც დებიუტანტი, ესეთი ნომინაციაც ყავს, რომ დებიუტანტი ორგანიზაცია, ანუ პირველად ვინც იღებს მონაწილეობას და წელსაც იმედი გვაქვს, რომ ბევრი დებიუტანტი გვეყოლება, რომლებიც ასე ვთქვათ ეცდებიან გაიმარჯვონ. რაც შეეხება შეფასების პროცესს, რო არ დავძაბოთ, ასე ვთქვათ, კომპანიები და ეს პოტენციური დებიუტანტები, ვიტყვი, რომ საკმაოდ სამართლიანად, ობიექტურად ხდება შეფასება. საკმაოდ ბევრ ასპექტს გამჭვირვალეთ, იმიტომ რომ შემდეგ ეს ქულები ყველაფერი გამჭვირვალეთ იდება ვებგვერდზე და ორგანიზაციას შეუძლია ნახოს რა მიმართულებით რა ქულა მიიღო. ანგარიშგებაც იყოფა რამოდენიმე ნაწილად, იქ არის ზოგადად კომპანიის სამომავლო გეგმები, მმართველობა როგორ აქვს მოწყობილი, არაფინანსური აი სოციალური თემები და ეს არის შემდეგი წლისთვის ერთგვარი გზამკვლევი რა გამოასწორონ მათ იმისათვის რომ მეტ წარმატებას მიაღწიონ. რა თქმა უნდა, კი. ეს არის პირველი ეს ემსახურება იმას, რომ ხაზი გავუსვათ, რომ ადრე იყო ესეთი მენტალიტეტი, რომ ფინანსური ანგარიშგება არის თავარი და მმართველობის ანგარიშგება არის რაღაცა ზედმეტი. ეგრე არ არის, ანუ სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ეს არაფინანსური ნაწილი და ჩვენც ამით გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ამას უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ და უფრო, ასე ვთქვათ, ეს უფრო ფასობს აწი ინვესტორებში. კი ბატონო, საინტერესოა, ახლა მოვისმინოთ კონკრეტულად მონაწილე კომპანიის პოზიცია. მარიამ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, თქვენ შარშან გახდით საუკეთესო დებიუტანტის ნომინაციის გამარჯვებული. მინდა გკითხოთ, რამ გიბიზგათ კონკურსში მონაწილეობაზე, რა იყო თქვენი мотиваცია და რამდენად ელოდით გამარჯვებას და რა გახდა თქვენი შეფასებით მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი თქვენი გამარჯვების? მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. ძალიან სასიამოვნო გარემოა, მინდა აღნიშნო. აქვე გარემოც და თვითონ თქვენი სტუდიაც.
რაც შეეხება ჩვენს შარშანდელ გამარჯვებას, პირველ მონაწილეობას და ჩვენს ძირითადად ასე ვთქვათ მოტივატორს, რატომაც გადავწყვიტეთ მიგვიღო მონაწილეობა ბარტაში. ჯერ შიდა მიზნებიდან დავიწყოთ, მიზეზებიდან დავიწყოთ, რატომ გადავწყვიტეთ მონაწილეობა მიგვიღო, თავიდან ეს შიდა ბიძგი იყო უფრო მეტად და მე ცოტა სხვა რაღაცებიც დავინახეთ, იყო ის რომ გადავხედეთ ჩვენი წლიური ანგარიშის, ანუ მმართველობითით მათ შორის მომზადების მეთოდოლოგიას, ანუ ახალი ფურცლიდან შევეცადეთ დაგვეწყო ანგარიში წინა გამოცდილებები დაგვევიწყებინა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ჩვენი კოლეგების გამჟღავნების სტანდარტების გათვალისწინებით თუნდაც დაგვეჩელენჯებინა, ასე ვთქვათ, მანამდე არსებული გზები. შესაბამისად, მე ახალი ფორმატიდან და სტრუქტურიდან გამომდინარე მიგვიღო სხვა ჭრილის ინფორმაციები შიდა სტრუქტურებიდან, მიგვიღო საბოლოო ჯამში ისეთი პროდუქტი, რომელიც აკმაყოფილებდა არა მხოლოდ საბაზისო სტანდარტებს, როგორც მოგეხსენებათ, საბანკო სფეროს წარმომადგენელი რახანო კიდევ უფრო მაღალი სტანდარტები არსებობს გამჭვირვალობის მიმართულებით, რაც ცოტა უფრო მეტია, ბევრად მეტია ვიდრე არის ჩვეულებრივი STP-ები. და შესაბამისად, შემდეგ როცა უკვე მივიღეთ რაღაცა ფორმა და ჩვენთვის მოსაწონი ანგარიშგება, წავედით ისეთი რეპუტაციის მქონე და გამჭვირვალობის და აღიარების მქონე პლატფორმის ანგარიშგების დადასტურების მიმართულებით, ანუ აღიარება და მონაწილეობა ჯერ პირველ რიგში იყო დადასტურება იმის, რომ ჩვენი ანგარიშგება შესაძარისია, ჩვენი ანგარიშგება, ასე ვთქვათ, ნამდვილად შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რასაც აყენებს დღევანდელობა. და იდეაში არ გვქონია იმისი არ გაგვიფიქრებია რომ მაინც და მაინც გავიმარჯვებთ, თუმცა შემდეგ როცა უკვე გავიმარჯვეთ და დავინახეთ აი ზუსტად რაც დავით მახსენა საიტზე დადებული შედეგები, ქულები, სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით, მივხვდით რომ ამას შეიძლება ქონდეს კარგი პრაქტიკული დანიშნულება შიგნით თუნდაც ანგარიშგების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. სწორედ ამ ნაწილში განზოგადებლად მინდა გკითხოთ, რას აძლევს კომპანიებს სწორედ აი ეს გამჭვირვალობის და ანგარიშგების მაღალი სტანდარტი, ანუ რისი მომცემია. ეს ხომ არ არის მხოლოდ სტატუსი. ეს არ არის მხოლოდ სტატუსი, რა თქმა უნდა, ხარისხის ამაღლება ცალკე შეიძლება იყოს მიზანი, მაგრამ ძალიან ბევრი რაღაც მოყვება. ზოგადად გამჭვირვალობის ამაღლებას მოაქვს ინვესტორების მხრიდან ნდობა. დავითმა ძალიან კარგი ეს გააკეთა, ასე ვთქვათ, ხაზი გაუსვა ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, რაც ბოლო წლები არის უფრო და უფრო აქტუალური ხდება, გულისხმობ მდგრადობის, გარემოს დაცვის და სოციალურ საკითხებს, რაზეც ჩვენც ვმუშაობთ და სხვათა შორის ერთი ახალი ამბავი ისიც გვაქვს, რომ ჩვენი მდგრადობის ანგარიშიც წელს იმონაწილეებს ბარტას კონკურსში, რაც შარშან მაგალითად არ მიგვიღია მონაწილეობა და იქაც თუ არსებობს დებიუტანტების ჯილდო შეიძლება იმასაც გამოკრათ ხელი, ხო? და ხო, რაც შეეხება სანდობის ამაღლება ინვესტორებისგან, რეგულატორებისგან, PR კომპანიებისგან, პარტნიორებისგან და კლიენტებისგან, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარია, მე ეს ადამიანები იღებენ უფრო ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს კომპანიის შესახებ, არის ჯანსაღი კონკურენცია და გარემო, სადაც ანუ ეს სექტორი უფრო კარგად ვითარდება, როდესაც ხედავს გარშემო რამდენი კრიტერიუმით იზომება თუნდაც ბიზნესები და ხედავენ თავისი წინსვლის საშუალებას და განვითარების საშუალებას. ვფიქრობ, იდეაში ეს ნაწილობრივ, რა თქმა უნდა, ფინანსურ შედეგებშიც აისახება, მაგრამ ძირითადი მიზანი მაინც ეს, როგორც დათო მახსენა, მივდივართ მაგეთ, რომ გარემოზე ვიქონიოთ კარგი გავლენა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა მარიამ. ბატონო დავით, აუცილებლად მინდა გკითხოთ სარასის საქმიანობაზე. თქვენ აქტიურად მუშაობთ, რომ ანგარიშგების ციფრული ტექნოლოგიებით წარდგენის შესაძლებლობა დაინერგოს ჩვენს ქვეყანაში. ცოტა დრო გრჩება, მაგრამ მოკლედ მინდა გთხოვოთ, ახლა რა ეტაპზე ვართ? დიახ, აი მე სხვათა შორის ჩვენი რგოლიც დავინახე იქ დასაწყისში, საკმაოდ ესეთი მოკლედ რო ვთქვათ, ნდობას იწვევს გამჭვირვალობა და მე ნდობა ქმნის ძალიან ბევრ შესაძლებლობებს. და ჩვენ ზუსტად გვინდა ხელი შეუწყოთ, რომ უფრო რეპორტალზე გასაჯაროვებული ინფორმაცია უფრო მარტივად ხელმისაწვდომი და კითხვადი გახდეს საზოგადოებისთვის და ამიტომ გვინდა რომ გავაციფრულოთ ეხლანდელი ხელოვნური ინტელექტის პირობებში და ასე შემდეგ ძალიან ბევრი საშუალება არსებობს, რომ თვითონ ხელოვნურმა ინტელექტმა წაიკითხოს ეს ანგარიშგებები და ეს გაციფრულების სტანდარტი ერთიანი სტანდარტი
ეგრე ქვია XBRL სტანდარტი ხელს შეუწყობს, რომ აი ეს უზარმაზარი ანგარიშგებები უფრო მარტივად დამუშავდეს მომხმარებლის მიერ, უფრო მეტი დამუშავდეს და უფრო მეტი გადაწყვეტილება მიიღონ, უფრო სწორად მეტი და სწორი გადაწყვეტილება მიიღონ მომხმარებლებმა. კი ბატონო, ეს ამ ეტაპზე ვართ დამუშავების, დანერგვის, შიდა სამზარეულოს მოწყობის და შიდა ტექნიკური მხარის გამართვის ეტაპზე და სულ მალე უკვე 26 წლიდან უფრო ფართო საზოგადოებას უფრო ვაცნობთ მათ ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებსაც დავგეგმავთ. კი ბატონო და სექტორის და ეკოსისტემის განვითარების წინაპირობაა ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება ითქვას უკვე ბოლოსკენ მივდივართ და მინდა გითხოთ, როგორია კომპანიების აქტივობა ამ დრომდე. კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, რომ 30 ნოემბრამდე არის განაცხადების მიღების ბოლო ვადა. 30 ნოემბრამდე საკმაოდ კარგი აქტივობაა. ვიმედოვნებთ, რომ გასულ წელს გადავაჭარბებთ 40-ზე მეტი მონაწილე იყო შარშან. იმედი გვაქვს, რომ წელსაც გადავაჭარბებთ და ეს მზარდი ტენდენციაა და მოგიწოდებთ კიდევ ერთხელ, რომ დარეგისტრირდეთ და წარმოაჩინოთ თქვენი ანგარიშგება. საკმაოდ, ასე ვთქვათ, საინტერესო კონკურსია და ბევრი საინტერესო რამე გელოდებათ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის. ეს არის თემა, რომელზეც გაცილებით მეტი შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ საეთერო დრო მეტი საშუალებას არ გვაძლევს. დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა. დავით ჭედლიძე და მარიამ მინდიაშვილი იყვნენ ჩვენი სტუმრები. ვსაუბრობდით ბარტა 2025-ზე